გაეგრძელებინა სპადასიოს უკაცრავად გაეგრძელებინა ანორთოსის სიერში. აი სახიფათო შეიძლება ეს მომენტი გამოდგეს, არანაირი პენალტი. შკენდერი თამაშობს ბურთზე და ოკასი მიიღებს ახლა ყვითელ ბარათს. მარცხენა ფლანგიდან შაშიაშვილი ეთამაშება კოლუმბიელს. გაექცა ლაბორდე შაშიაშვილს, კარგად ითამაშა ყოჩახ ლაბორდეს. სპადასიო. ისევ სპადასიო ბურთით კარგად ითამაშა ბრაზილიელმა, დაარტყა შკენდერმა, მოიგერია, კიდევ ერთი დარტყმა მოიგერია შკენდერმა. იქ თამაშგარეთს აუწიეს იანის ოკას, სწრაფად რომ გადასულიყო გორელები ზოგადად შეტევაში. კარგი იქნებოდა სახიფათო მომენტი ვაწაძე. დარტყმა. ვერ ითამაშა იქ დამაჯერებლად ბლასულ გორელთან ნახევარზეა. შორიდან დარტყმა. ადვილად. ჯარიმა. ძალიან არასასიამოვნო კიდევ ერთი შკენდერი გაატარა ბურთი. მოედნის ფარგლებს გარეთ და ამასობაში დამთავრდა კიდეც პირველი ტაიმი. მარჯვნივ თამაშობს 33 ნომრით ილიჩი, ხოლო მარცხნივ კი ბუავენტურა. ახლა მივადონო თვალყური გორელთა იერში. კარში დარტყმის განხორციელება შეიძლება. არა, კარგი გაგრძელება, გადაცემა საჯარიმო მოედანში, დარტყმა. ძალიან ხელსაყრელი შანსი. ვერა და ვერ გაუმკლავდნენ კოლუმბიელს. გორელი ფეხბურთელები აქ სახიფათო მომენტი ძელი. არ არის ბლაჟიჩი გუნდში კვიპროსის ჩემპიონატისა სიმბოლურ ნაკრებში და პლუს ამას ზედიზედ 2 თვის მანძილზე სახელდებოდა საუკეთესო ფეხბურთელად. ეხლა კი ვაწაძე დარტყმა. გოლი 1-0. მათე ვაწაძე გატანილი გოლის ავტორი გორის დილა იგებს. 53 წუთი მატჩისა მათე ვაწაძე რჩება 1-1-ზე ბლაჟიჩთან და არ გაუშვა ქართველმა ფორვარდმა თავისი შანსი ხელიდან. 1-0 გორის დილა გადის წინ. ძალიან კარგი კომბინაცია გაითამაშეს გორელება, შეცდნენ იქ დაცვაში მასპინძლები და მათე ვაწაძემ გახსნა ამ შეხვედრაში ანგარიში. ძალიან ტექნიკურად გადაუგდო ბურთი თავზე წინ გამოსულ ბლაჟიჩს. გრიგალაშვილის პასიც აუღნიშნოთ აუცილებლად. ახალკაცია მარჯვნივ, გრიგალაშვილი აკეთებს საჯარიმო მოედანში გადაცემას. ვაწაძე ურთულესი მდგომარეობიდან ურტყავს მიმართულებით. აწვდის კვირკველი ახლო ძოლთან, გამოიტანეს კვიპროსელებმა ბურთი. ისევ კვირკველია. შეცდომა. კიდევ ერთი გადაცემა საჯარიმო მოედანში, ბლაჟიჩი კარგად ვერ თამაშობს, დარტყმა. პანიკა იქ აშკარად ანორთოსისის საჯარიმოში და დაცვის კარგი ვარიანტია შეტევის გაგრძელების. გრიგალაშვილია მარტო საჯარიმო მოედნის წინახასთან, ოდნავ უკან გადაცემა, ბეჭვაია, დარტყმა. ყურადღებით უნდა იყოს ახალკაცი, დააბრუნა ბუავენტურამ ბურთი უკან სპადასიოსკენ. კიდევ ერთი პასი საჯარიმო მოედანში, ხიფათი. საჯარიმო მოედანში 7 კვიპროსელია, დაბალი გადაცემა, ყურადღებით. ბურთი ვერ გააჩერეს, იქ წესიერად ანორთოსის ფეხბურთელებმა და კონტრშეტევა თუ გამოვა ახლა. ბევრნი არიან გორელები. გრიგალაშვილი კარგი პასია საჭირო, შეეცადა ამის გაკეთება შოთა გრიგალაშვილი, მაგრამ არ მივიდა. დაარტყა სპადასიომ. ასია მაღალი ბურთი გრიგალაშვილმა, თაური დარტყმა, ძელი. კიდევ ერთი დარტყმა და 2-0. 2-0 გორის დილა გადის ორბურთიანი უპირატესობით წინ. ლაშა სალუქვაძე გატანილი გოლის ავტორი. ორჯერ იგებს სალუქვაძე მეტოქის საჯარიმო მოედანში მეორე სართულზე ორთაბრძოლას და 2-0 გორელები იგებენ გასვლაზე ანორთოსისთან შეხვედრას. დან ალექსას მოუგო ჯერ, მერე მოუგო კოლინს ყოჩახ. ყოჩახ გორის დილა 2-0. 4-დან 3 გორელებმა მესამეს იგებენ. უпростоოდ მოდით უგაუსტროთ მაინც ბოლელებს წინ. მიუხედავად იმ უდიდესი სურვილისა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, დარტყმა 3-0. ბრავო! 3-0 გორის დილა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გადის შემდგომ ეტაპზე მათე ვაწაძეს დუბლი.
3-0 გორის დილა ამარცხებს ანორთოსის დიდი ანგარიშით. საკებარი სიტყვების მეტი არაფერი გვეთქმის. მეორე ტაიმში გორელებმა მეტოქეს გაუტანეს 3 უპასუხო გოლი. 3-0 დილა იგებს გასვლაზე კვიპროსში და გადის ევროპის ლიგის პლეი-ოფში. პლეი-ოფის შემდეგ არის უკვე ჯგუფური ეტაპი. ერთ-ერთი საუკეთესო იყო იგი კვიპროსელთა რიგებში. მეორე ტაიმში ცდილობდა აქტიურა, არაფერი გამოუვიდა. არც ლაბორდეს და არც რომელიმე სხვა ფეხბურთელს, ხოლო ეხლა ეს რაც ხდება ანორთოსის სტადიონზე, ეს ფეხბურთი არ არის. ეს არის გულშემატკივართა აგრესია მიმართული უპირველეს ყოვლისა სამწუხაროდ ქართველი ფეხბურთელების და ქართული კლუბის მისამართით. აუცილებლად UEFA განიხილავს ამ ყველაფერს და აუცილებლად ანორთოსისი დაისჯება. აღმოჩნდა რომ კვიპროსელებმა არ იციან ვაშკაცურად წაგება. გორელებმა დატოვეს მოედანი, ტოვებენ უпроსწორედ. თამაში შეწყდა. ვინაიდან გულშემატკივრის დაწყნარება არ ხერხდება. ძალიან ძნელია ახლა თბილისიდან გარკვევა იმისი თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ მატჩის დელეგატი რომელიც აუცილებლად ამის შესახებ დაწერს პატაკს UEFA-ში და ფაქტია რომ გორელები მოედანზე აღარ არიან და არც სათადარიგო სკამზე არიან. საგნების სროლა კი გრძელდება. მოედანზე არიან მხოლოდ ანორთოსის ფეხბურთელები. თუმცა იქ სათადარიგო სკამიდანაც მიიწევენ გასახდელისკენ კვიპროსელები. ეხლა მატჩის თავარმა არბიტრმა დელეგატთან კონსულტაციების შედეგად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გაგრძელდება თუ არა ეს თამაში. ნოლით 3 ანორთოსისი აგებს. გორის დილა თამამად შეიძლება უკვე ითქვას გადაჭრით რომ არის ევროპის ლიგის პლეი-ოფში. გაამართლა აი იმ ინვესტირებამ რომელიც ჩაიდო ამ გუნდში და საქართველოს მიიღო კიდევ ერთი სერიოზული გუნდი. გადიან ანორთოსის ფეხბურთელებიც მოედნიდან. აქ აბსოლუტურად უკონტროლოა მდგომარეობა. ვანდალიზმი სტადიონებზე, რასაც UEFA სულ ებრძვის და აი ეს
ყველაზე აქტიურია მე მგონი ის გულშემატკივარი რომელიც ახლა ახტა ტრიბუნაზე ცეცხლიდან ეს ტრიბუნებზე და რატომღაც ებრძვიან კამერის შტატივს გორის დილას ამითი არაფერი არ დააკლდება. დააკლდება მხოლოდ ანორთოსის ერთი რომ გუნდი ეთიშება ასპარეზობას, მეორე ის რომ ამ ინციდენტს აუცილებლად ძალიან სერიოზულ დონეზე განიხილავენ და არ არის გამორიცხული რომ ანორთოსისმა დისკვალიფიკაცია მიიღოს საკმაოდ გრძელვადიანი, ვინაიდან ასეთ ქმედებებს UEFA-ში არავის პატიობენ. ვინც არ უნდა იყოს ეს კლუბი და როგორი სერიოზული დონის გუნდთანაც არ უნდა კონდეთ საქმე, მის გულშემატკივრებს ასეთ გამოხტომას ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში არ აპატიებს არავინ.